უმაღლეს სასწავლებელთა კურსდამთავრებულების რიცხვი საჭირო რაოდენობას ბევრად აჭარბებს. ეს ნიშნავს დიპლომიან დაუსაქმებელს ან პროფესიისგან განსხვავებული სპეციალობით დასაქმებას. ბაზრის კვლევის შედეგები პრემიერმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მიზანი შეუსაბამობის დაბალანსება და იმდენი სტუდენტის მიღება, რამდენის დასაქმების რეალური შანსიც არსებობს. ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების დარგების დახვეწა. სოფო ბერიძე გვერდება. შრომის ბაზრის კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა. პროცესში ჩართული იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ჯამში გამოიკითხა 12500 კომპანია და ასევე ანალიზი ჩაატარდა სამუშაო ძალასთან დაკავშირებით ბუნებრივია სააჯარო სექტორშიც. პრემიერი ამბობს, რომ კვლევის მეთოდოლოგია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაეფუძნა. შედეგები არის საკმაოდ შემაშფოთებელი, ასეც კი ვიტყოდი. რადგან ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ მკვეთრი შეუსაბამობაა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. ანალიზისთვის შესწავლილია სამუშაო ძალაზე პროფესიული ჯგუფების მიხედვით 5 წლიანი მოთხოვნა. კვლევა აჩვენებს, რომ დღეს კერძო სექტორში 42316, ხოლო საჯარო სექტორში 21779 კურსდამთავრებული საჭიროებაა. მოთხოვნად პროფესიებშია საშუალო სკოლის მასწავლებელი, და მარკეტინგის მენეჯერი, ექთანი, ექიმი, მშენებლობის მენეჯერი, პროგრამისტი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, შრომის ზედამხედველი, ელექტრიკოსი, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერი. სამართლის მიმართულება ის სპეციალობაა, სადაც კვლევა სიჭარბეს ადასტურებს. აქ ჩარიცხვების საშუალო წლიური რაოდენობა გასული 5 წლის განმავლობაში იყო 3598. კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენდა 2057. ესეც ზოგადად შემაშფოთებელი მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება თვისებრივად უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება. კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი. ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი გაივლიდნენ კონკრეტულ კურსს, მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას. ამის თავიდან არიდება არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი. სამართლის მსგავსად სიჭარბეა ეკონომიკაში. კვლევამ ბიზნეს ადმინისტრირებაში დაბალანსებული მონაცემი აჩვენა, თუმცა კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის პრობლემა გამოკვეთა, რაც საბოლოო ჯამში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით შრომის ბაზარზე დეფიციტს იწვევს. კვლევამ აჩვენა დეფიციტით გამორჩეული სხვა მიმართულებებიც, ასეთებია პედაგოგიკა, საინჟინრო ტექნიკური მიმართულებები, მშენებლობა, ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას. აქ ერთი პრობლემა, რაც გამოავლინა ასევე შრომის ბაზრის ანალიზმა, არის ის, რომ დღეს ვინც არის დასაქმებული, იმათ მხოლოდ 60%-ს ჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე. რეალურად ეს ადამიანები 40% საჭიროებს პროფესიულ განათლებას, ამიტომ შესაბამისი მიმართულებით არის დასაქმებული. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პროფესიული განათლება დაიხვეწოს ქვეყანაში და ამოხდეს შესაბამისი ხარისხი. ვრცელი პრეზენტაციის შემდეგ ხანგრძლივი გამოდგა შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრიდან გამოსული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო ერთადერთი, რომელმაც მედიას გითხრა, რომ საუნივერსიტეტო განათლება არ შეიძლება მიბმული იყოს ბაზრის კვლევასთან. მაშინ როცა სხვები ამბობენ, რომ ანალიზი სტუდენტებისთვის გზამკვლევად გამოდგება. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ზოგადად საუნივერსიტეტო სტრატეგიის შემოსაყალიბებლად. ამიტომაც ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ ასეთი კვლევა უნდა პერმანენტულად გარკვეული დროის შემდგომ კვლავ უნდა ჩატარდეს. ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითად ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რამე თუ უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა საინჟინრო ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ გზამკვლევი არის მათთვის, რომელი პროფესია აირჩიოს. საუნივერსიტეტო განათლების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ბაზრის კვლევა, რა სჭირდება კერძო სექტორს. ახლა ასე ბოთლის მბერავები და დაბალ
იაფასიანი მუშახელი ყოველთვის დასჭირდება ბიზნესს, მაგრამ ეს არ არის უმაღლესი განათლების მთავარი მიზანი. შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად 14400 სტუდენტი უნდა აბარებდეს, თუმცა დღეს არსებული გარემოებების გათვალისწინებით მიღება 21300 სტუდენტზე გამოცხადდება. რეალურ მოთხოვნებთან დაახლოება კი ეტაპობრივად მოხდება. დაახლოებით 35%-ით მეტ ადგილს ვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ვნახულობთ, რომ ყველა არ ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ბაზარზე მოთხოვნილება არის და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით და დამატებით ის, რომ ასე ვთქვათ, ერთიანად არ მოხდეს ეს შემცირება, არამედ ეს გარდამავალ პერიოდში განხორციელდეს, ყველაფერი ეს გათვალისწინებული იქნა, როდესაც კვოტების შემუშავება განხორციელდა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. პროცესში გამოყენებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრისა და ევროპის საგანმანათლებლო ფონდის პრაქტიკა.